გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია DEA ახორციელებს პროექტს მწვანე ყუთი მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების რეციკლირება, სეპარირება, პოპულარიზაციისა და დანერგვისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში. პროექტი მწვანე ყუთი ითვალისწინებს საზოგადოების ფართო ფენების ჩართვას მყარი ნარჩენების შემცირების საქმეში, მათი ცნობიერების ამაღლებას მყარი ნარჩენების თანამედროვე მეთოდების გაცნობით, კერძოდ სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაციის გზით. პროექტის მიზანია გამოუსადეგარი ნარჩენი, ქაღალდი და პოლიეთილენის ბოთლი არ მოხვდეს სანაგვე ურნაში, მოხვდეს სპეციალურად განკუთვნილ მწვანე ყუთში და მოხდეს მათი ტრანსპორტირება რეციკლირების პუნქტამდე. ამ მიზნით გათვალისწინებულია მწვანე ყუთები ქაღალდისათვის დაედგეს ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, საკრებულოსა და საჯარო სკოლებში, ხოლო მწვანე ყუთები პოლიეთილენის ბოთლებისათვის განთავსდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ დასასვენებელ პარკებში. შეგროვილი მაკულატურა გადაიცვლება წიგნებზე და გადაცვლილი წიგნები გადაეცემა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. ამ ჰუმანური აქციით ეს პროექტი გარდა გარემოს დაცვითი ხასიათისა იძენს სოციალურ ხასიათსაც, რომელიც ვფიქრობთ ბევრი მოქალაქისათვის გახდება ერთგვარი მოტივაცია ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა, კერძოდ ასოციაციისა და ეკო-კლუბ მწვანე ერთობის წევრებმა ჩააბარეს მაკულატურა. ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში. მოეწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საჯარო სკოლებთან, ეკო-კლუბის წევრებთან. ეკო-კლუბის წევრებმა დაასუფთავეს სპორტის სახლის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლებისაგან. პროექტის პარტნიორები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების კეთილმოწყობის გამწვანების მოვლა პატრონობის ცენტრი. მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება პროექტის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. RLD, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADC-ს დაფინანსებით. დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩად გებუაძე და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, ასოციაცია DEA-ს თავმჯდომარე თამარ მალანია შეხვდნენ პროექტის ექსპერტს ნინო ჩხობაძეს. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასა და სხვა გარემოს დაცვის საკითხებზე. შეხვედრის შემდგომ ექსპერტმა ნინო ჩხობაძემ გამგეობის ხდომათა დარბაზში ჩაატარა სემინარი თემაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები. სემინარს ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები, პროექტის ბენეფიციარები და ასოციაციის წევრები. სემინარის დასასრულს დაედგა მწვანე ყუთები მაკულატურისათვის, საკრებულოს გამგეობის შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჯარო სკოლებში, ყუთები პოლიეთილენის ბოთლებისათვის კი ქალაქის ცენტრალურ ადგილებში. მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება პროექტის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში RLD, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADC-ს დაფინანსებით. დღეს არის საინტერესო შეხვედრა ერთ-ერთი ახალგაზრდა ორგანიზაციის DEA-ს, რომელმაც მოამზადა დიდი პროექტი მწვანე ყუთი. დღეს არის განზრახული, რომ ეს ყუთები დაიდგმება მთელ სენაკში, მთელ სენაკში არა, მაგრამ რაღაც რაოდენობა. და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვინდა რომ სემინარი, ასე ვთქვათ, ჩავატაროთ შეხვედრაზე, რა ხდება რეციკლირებასთან დაკავშირებით, ანუ და განცალკევებასთან, სეპარირება როგორ შეიძლება. სენაკი არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება სეპარირება, ანუ განცალკევება ნარჩენის. იმერეთში უკვე 2 მუნიციპალიტეტს აქვს ეს ქმედება ჩატარების, სამეგრელოში პირველია. სამეგრელოს რეგიონში და ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ჩვენ ევროპაერთიანების ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს, რომ მან უნდა განაცალკევოს, ასე ვთქვათ, ნარჩენი ნაგავი და გამოიყენოს შემდგომში როგორც მეორადი რესურსი. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საწყისია, ესე ვთქვათ, სწორი მართვის ნარჩენებთან დაკავშირებით და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ორგანიზაციის წევრს DEA-ს, რომელმაც იმუშავა ძალიან აქტიურად
რეგიონში მათ მხარდაჭერა აქვთ გაეროსი და ჯეფის გარემოს დაცვის გლობალური ფონდის ამ საკითხთან მიმართებაში და ჩვენი მხარდაჭერა აქვს ორგანიზაციის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, რომელიც ახორციელებს კამპანიას დავასუფთავოთ საქართველოს. პროექტის ფარგლებში მწვანეყუთი, როგორც იყო გათვალისწინებული, დღეს 1 მარტს დაიდგა მწვანეყუთები მაკულატურისათვის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და სხვადასხვა დაწესებულებებში, კერძოდ სკოლებსა და აიპის სამსახურებში. ასევე დღეს 1 მარტს ყავდა მოწვეული ნინო ჩხობაზე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე და ექსპერტი, რომელმაც დღეს უნდა წაიკითხოს სემინარი მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვისათვის, ანუ როგორ ხდება რეციკლირება და სეპარირება. პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ დაინერგოს მყარი ნარჩენის მართვის დახარისხება სენაკის მუნიციპალიტეტში, რომ არ მოხდეს სანაგვეურნაში განკუთვნილი პოლიეთილენის ბოთლები, არამედ მოხდეს იგი მწვანეყუთში, რომელიც დაიდგა სენაკის ცენტრალურ მიმდებარე ტერიტორიაზე განკუთვნილი 3 მწვანეყუთი პოლიეთილენის ბოთლისათვის. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2010 წლიდან არის ჩართული პროექტში დაასუფთავეს საქართველო, რომელიც მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში და ჩვენთვის გამგეობის თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის დღე, რომ სამეგრელოს რეგიონში დღეს პირველად ჩვენს ქალაქში ხდება ნარჩენების თანამედროვე მეთოდების რეციკლირება, სეპარირების დანერგვა არასამთავრობო ორგანიზაცია დიას მიერ. პროექტი მწვანეყუთი, რომელიც მიზნად ისახავს მაკულატურისა და პოლიეთილენის ბოთლების განცალკევებას, ანუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ეს არის პრეცედენტი იმისა, რასაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანია აპირებს განახორციელოს 2019 წლიდან, რომ ადამიანების კულტურა მივიდეს იმ დონემდე, რომ ჩვენ თვითონვე შევამციროთ ნარჩენი დახარისხებით, ანუ ყველა ნარჩენს თავისთვის განკუთვნილ ურნაში მოუხდეს მოვაქციოთ. ვინაიდან არსებობენ ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან მეორად გადამუშავებას და მათი ხელახალი სიცოცხლის დაბრუნება, ანუ ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. სწორედ აი ამ პროექტში, რომელიც შემოგთავაზა გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია დიამ, პარტნიორი არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და აიპ სენაკის დასუფთავების და კეთილმოწყობის ცენტრი. ეს 3 ორგანო იმდენად კარგად შეეწყო ერთმანეთს და იმდენად ბევრი აქტივობები განახორციელეს, რომ დღეს უკვე ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით. პროექტის ექსპერტია ქალბატონი ნინო ჩხობაძე, რომელიც ამ წუთას ატარებს სემინარს მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე ბენეფიციარებთან და ნიშანდობლივია ის, რომ საჯარო სამსახურებში, სკოლებში ჩვენ მოვათავსეთ მაკულატურისთვის განკუთვნილი მწვანეყუთი, სადაც გამოუსადეგარ ნარჩენს, ასე ვთქვათ, მაკულატურას შევაგროვებთ და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს შეგროვილი მაკულატურა გადაიცვლება წიგნებზე და ამით სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მრავალშვილიანი ოჯახებიდან ან ობოლ ბავშვებს და საერთოდ სკოლის ბიბლიოთეკას ამ პროექტის ფარგლებში მოვამარაგებთ წიგნებით. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციას, ახალგაზრდებს, რომელთაც ითავეს ეს პროექტი. მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, რომელიც აი მთელი სულით და გულით ჩართული არიან ამ პროექტში და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს იმისი, რომ გაამართლებს ეს და უბრალოდ მართლა მიხარია, რომ სენაკი ყოველთვის ხდება პირველი, ასე ვთქვათ, მედროშე, ების რაღაც ინოვაცია და რაღაც ახალი პრაქტიკა დაინერგოს ჩვენთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მართლა წარმატებული იქნება, მაისში დასრულდება და ჩვენს პირადად მე როგორც გამგეობის თანამშრომელი, ჩემს კოლეგებს სხვა მუნიციპალიტეტებში და როგორც პროექტის დაასუფთავების საქართველოს კოორდინატორი შემიძლია გავუზიარო მეზობელ მუნიციპალიტეტებს იდეა და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა.